თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სპორტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით 1 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სპორტული ფედერაციების დამოუკიდებლობა საეჭვო გახდა და მათი პოლიტიზება განხორციელდა. ახალი კანონის თანახმად საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომლის წევრთა არანაკლებ 3/4-ს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ. თავისუფალ დემოკრატებში აცხადებენ, რომ კანონში ეს ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ფედერაციის პრეზიდენტად შეიძლება დაინიშნოს ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის ხელისუფლება. მაშინ როდესაც სპორტული ორგანიზაციების, სპორტული კლუბების უდიდესი ნაწილი დაფინანსებას იღებენ საბიუჯეტო წყაროებიდან, ბუნებრივია, რომ ისინი ვერ იქნებიან დამოუკიდებლები და სპორტულ ფედერაციებში არჩევნებისას ხარს დაუჭერენ კონკრეტულად იმ კანდიდატს, ვიზეც მიიღებენ მითითებას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისაგან, იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მას შემდგომ, რაც პარლამენტში შევალთ, ძირეულად შევცვლით კანონს სპორტის შესახებ და რეალურად სპორტი ერთხელ და სამუდამოდ იქნება გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან.